დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაცია არ მიიწვიეს. შვეიცარიაში მიმდინარე ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 10 სახელმწიფოს მეთაური და ყველა წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი ესწრება ხოლმე, საქართველოს წელს არც სამთავრობო და არც სხვა ოფიციალურ დონეზე წარმოდგენილი არ იქნება. ფორუმი დავოსში 20 იანვარს აიღებს სტარტს. ნათია გოგსაძე მოგვიყვება მეც იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება არასასურველი სტუმარი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართო მასშტაბიანი უმაღლესი დონის ღონისძიებისთვის. დიახ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი სანქცია, რომელიც გულისხმობდა უმაღლესი დონის შეხვედრებს, უკვე ამოქმედებულია. ვინაიდან ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების მეთაური არ დაპატიჟეს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე. და მეთანხმებით ალბათ და ჩვენმა მაყურებელმაც კარგად იცის, რომ ეს არის ორივე ძალიან ავტორიტეტული და გავლენიანი ფორუმი, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები. შეეხება დავოსის ეკონომიკურ ფორუმს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს და მის პრემიერებს მუდმივად მიუღიათ მონაწილეობა. შაშანაც ირაკლი კობახიძის ნაცვლად, ირაკლი ჯერ კიდევ პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, ის მონაწილეობდა ამ კონფერენციაში, თუმცა წელს საერთოდ არავინ არ იქნება ოლიგარქის რეჟიმის და მისი მთავრობის მიერ ამ ფორუმში მონაწილე. წელს ამ შეხვედრაში, რომელიც გაიმართება 20 იანვრიდან 24 იანვრამდე, მონაწილეობას მიიღებს 3000 ლიდერი მსოფლიოდან, 130 ქვეყნის წარმომადგენელი ჩავა დავოსში. აქედან იქნება 350 სამთავრობო დელეგაცია, 60 სახელმწიფო მეთაური ან პრეზიდენტი. აი ასეთი მაღალი დონის კონფერენცია და ფორუმი გაიმართება დავოსში, რომელსაც ქართული ოცნების წევრებიდან არავინ არ დაესწრება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამოქმედდა ის სანქცია, რაც დასავლურმა სამყარომ დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას. რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციას, რომელიც არის ძალიან ავტორიტეტული ღონისძიება, ეს კონფერენცია გაიმართება თებერვალში, შარშან მიუნხენის ფორუმში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შეხვდა ვოლოდიმერ ზელენსკის და უკრაინის პრეზიდენტი, ისე როგორც დავოსშიც, ასევე მიუნხენშიც იყო ერთ-ერთი მთავარი სტუმარი და 71 კონფერენცია წელს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ისე ჩაივლის, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინაიდან ეს რეჟიმი არის არალეგიტიმური. ჩვენ უკვე თავად ამ არალეგიტიმური მთავრობის აპარატში დაგვიდასტურეს, რომ მოწვევა არც დავოსიდან და არც მიუნხენიდან ივანიშვილის მთავრობას წელს არ მიუღია, რაც იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ატარებს ამ ქვეყანაში. არაღიარების პოლიტიკა მუშაობს კარგად, რასაც ვუყურებთ, ჩვენი ერთობლივი ქმედებები, ჩვენი ერთობლივი მიმართვებით, ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე და პარტნიორებთან გამოაჩინა ის, რომ ისინი უკვე სრულიად იზოლაციაში ექცევიან, ქართული ოცნება სრულიად იზოლაციაში მოექცა და ეს ამ იზოლაციის შედეგი არის ის, რომ ისინი არ მიიღებენ არც დავოსის კონფერენციაში მონაწილეობას და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყნისთვის რეალურად ისეთ ეპოქაში ვართ, თუმცა ქართულმა ოცნებამ აირჩია სრული იზოლაცია და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს გადაწყვეტილება რომ არ მიიღო მონაწილეობა არც დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, განპირობებულია იმით, რომ იქ ჩავიდნენ ხელსა ჩამოართვეს არავინ. დავოსში კიდე ალბათ რაღაცა პატარა შანსი შეიძლება ყოფილიყო, რომ რომელიმე არაბ შეიხს მაინც ჩამოერთვა ხელი, მაგრამ იმის მერე არ ქონდა სანიგიდან დაატრიალეს იქ, საუბრობთ მაგ შანსის დაკარგეს. ამიტომ იქ ჩასვას აზრი არ აქვს. ამიტომ არ ჩადიან უბრალოდ იმის გამო, რომ ხელის ჩამოთვევი არ არის. ეს არის საერთაშორისო იზოლაციის მორიგი გამოვლინება, სადაც ივანიშვილის არაღიარებულ, არალეგიტიმურ, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ აქვს საერთაშორისო აღიარება და შესაბამისად არაღიარების პირობებში არ აქვს არც მოწვევა, არსად იქნება ეს მიუნხენი, დავოსი, ვაშინგტონი თუ ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც წყდება პოლიტიკა და იქ სადაც წყდება მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური საკითხები, რაც საქართველოსთვის გადამწყვეტი და ღირებულია. სამწუხაროდ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს გამოაკლდება ამ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსაც. ერთადერთი არჩევანი და გამოსავალი არის ხელისუფლებიდან რუსული რეჟიმის და ივანიშვილის ჩამოშორება. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს გამოიყენებოდა ახალი ინვესტორების, ახალი ეკონომიკური აქტორების მოსაზიდად. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. სოფლიოს ყველა ქვეყნიდან იქ იყრიან თავს ეკონომიკური აქტორები და საქართველოსთვის ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალი ურთიერთობების ფორმირების და აი ამ ადამიანების საქართველოში მოსაზიდად, ახალი ინვესტორების მოსაზიდად და ამ შესაძლებლობის არ გამოყენება, ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი. მთავრობა, რომელიც
ამაყობს, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს აი ესეთი ეკონომიკური წინსვლა გვაქვს. ამ შესაძლებლობას თავისინებით არ იყენებდეს, ბუნებრივია, ეს ნაკლებად დამაჯერებელია. ქართული ოცნების წევრები ოფიციალურად რა ახსნას მოუძებნიან ამ იზოლაციას და ამ არაღიარებას მართლაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ მიუნხენის კონფერენცია გაიმართება თებერვალში და ამ დროისთვის, თებერვლის შუა რიცხვებში და ამ დროისთვის უკვე ამოქმედებული იქნება ევროკავშირის სანქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ სამთავრობო პასპორტების, დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირებს ევროკავშირში გადაადგილება აეკრძალებათ ვიზების გარეშე. ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ მაღალი დონის შეხვედრების გაუქმებაზე ევროპარლამენტმა რეზოლუციაც მიიღო და ეს გადაწყვეტილება მინისტრების შეხვედრაზეც იქნა გაჟღერებული და სავარაუდოდ სწორედ აი ამ ნორმის ამოქმედებასთან გვაქვს საქმე, იმის გათვალისწინებით და იმ რეალობაში, როდესაც არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება არავინ არ დაპატიჟა.